კვირის თემებით ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ობიექტივი ჯიხას გუნდი და დარიკო ბერია მოგესალმებათ საღამომშვიდობისა. რევოლუციის აკონად წოდებულმა რაიონმა წალინჯიხამ 28 ოქტომბერს ოპოზიციას იმედი გაუცრუა. მათ მიერ დაგეგმილ მიტინგზე წალინჯიხის მოსახლეობა არ გამოვიდა. რა მოხდა რეალურად 28 ოქტომბერს წალინჯიხაში ვინ მიაყენა წალინჯიხელებს შეურაცხყოფა, ვის და რატომ სურდა შენობის შტურმით აღება. ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურად ობიექტივის მაყურებლისთვის კომენტარი გააკეთა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ხარჩილოვამ. გთავაზობთ სრულ ვიდეო ჩანაწერს. 28 ოქტომბერი ხელვარი და დატვირთული გახდათ სამეგრელოსთვის და 28 ოქტომბერს სამწუხაროდ ინციდენტის გარეშე არჩეულია წალინჯიხაშიც. ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიდანვე ვიყავით ინფორმირებული მომავალ მიტინგზე, ჩასატარებელ მიტინგზე და მთელი დატვირთვით მუშაობდით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. რა არის ეს კომპეტენცია ამ სიტუაციაში? ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება, აზრის გამოხატვის თავისუფლება და საზოგადოებრივი წესრიგი. და როცა დღეს გარკვეული ადამიანები საუბრობენ რაღაც ზეწოლაზე, მითხრას რომელიმე მათგანმა რა კონკრეტულ ზეწოლაზეა საუბარი. პირიქით ჩვენ მე პირადად და გამგებელი წინასაღამოს დაუკავშირდით სადგურს, ვთხოვეთ მათ მთელი დღის განმავლობაში მოხდარიყო მოსახლეობის გადაადგილება, არ შეფერხებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და წალინჯიხაში მუშაობდნენ ავტობუსებიც, სამარშრუტო ტაქსებიც, მუშაობდა ბაზარი. არც ერთი წარმოება დაწესებულების ხელმძღვანელი ჩვენ არ დაგვიბარებია, გაიხსენეთ ძველი ზეწოლის მეთოდები შევარდნაძის დრო. არც ერთ ადამიანს, რომელსაც ბიუჯეტთან შეხება აქვს, ჩვენ მასზე აზრი თავს არ მოგვიხვევია და წალინჯიხაში ამისახელით ერთი ადამიანი დაპიროვნება, რომელიც ან მანამდე არ ესე იგი მოხდა მისი დაკავება მიტინგზე გამოსასვლელად, ან გამოვიდა ქალაქში და უკან მეუბრუნეთ. ასეთი რამ არ მომხდარა, ეს არის თითიდან გამოწვეული მოგონილი პირიქით. ქალაქი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შესანიშნავი პირობები შევქმნით ოპოზიციას მიტინგის ჩასატარებლად ქალაქში. ეს გახლავთ ჩვენი პოზიცია, რითაც ჩვენ შევხვდით მიტინგს. რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას, მე დიდი მადლობა მინდა უთხრა მოსახლეობას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის. მოსახლეობა ბრძენია და აფასებს რეალურად მოვლენებს. მინდა გითხრა წინასწარ, რომ მე ჩვეულებრივი წალინჯიხელი ვარ, ქართველი ვარ, მოქალაქე ვარ და ამ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა. ეს გახლავთ პოსტშევარდნაძული ძიმე მემკვიდრეობის პრობლემები, არის სოციალური სახის, მე ყოველდღე ხვდები ამ პრობლემებს და როგორც წალინჯიხელებს, ისე მეც მტკივა ეს პრობლემები, მაგრამ ქვეყანა მიდის წინ. ყველა სფეროში ქვეყანას წინსვლა ეთყობა და მოსახლეობა სწორედ ამ განწყობით აკვირდება ამ მოვლენებს. და იმ დღეს უნდობლობა ოპოზიციისადმი და ესე გამოუცხადებლობა მიტინგზე ეს მოსახლეობის პოზიციის დაფიქსირება გახლდათ, მაგრამ ჩემთვის, როგორც საკრებულოს თავმჯდომარისთვის, ეს არის კიდევ ერთხელ ნდობის გამოცხადება და მე ამ თვალით უყურებ იმ დღის მოვლენებს. ეს ჩვენთვის არის კიდევ მეტი მუშაობის, პრობლემებზე მუშაობის სტიმული და გარწმუნებთ, რომ საკრებულო და თვითმმართველობის ორგანოები მოსახლეობის მხრიდან პირველ რიგში პრეზიდენტისთვის, პარტიის